მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვთამაშობთ Toilet Tower Defense და დღეს ჩვენ უნდა გავიაროთ მთლიანი ტაუერი მარტოებმა. არავინ არ შემოვა ჩვენთან ერთად თამაში, მარტოებმა უნდა გავიაროთ აბსოლუტურად მთლიანი ტაუერი ავტოსკიპით თან. და როგორც ხედავთ, აპდეიტი ამ Toilet Tower Defense-ის უკვე რამდენი ხანია შეიცვალა და მაპით. Toilet Tower Defense-ის აპდეიტები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ იცვლებოდა, მაგრამ მაპები არა და მაპით შეიცვალა უკვე. ბოლო ჯერ როცა შეიცვალა აპდეიტი. აი, აქ ვითამაშოთ. მეგობრებო, მე თქვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ თქვენ მე საერთოდ 100 გამომწერზე კი არა, საერთოდ 118 გამომწერზე რო ამიყვანეთ, მაგრამ ისე ჯერ 121-ზე ამიყვანეთ და მე 3 დამაკლდა და გთხოვთ რა, ნუ მაკლდებით, მე პირიქით გთხოვთ მომემატეთ. უფრო მეტ გამომწერზეც უნდა ავიდეთ და საერთოდ მარტო გამომწერები არა, ბევრი ლაიქებიც მჭირდება. აი, ბოლო 99 Nights in Forest-ის ვიდეოზე რო დავწერეთ Don't check it we sound, მე კი გამეხარდა რომ თქვენ მე 195 ლაიქზე ამიყვანეთ, მაგრამ უფრო მეტიც მჭირდება მე. უფრო მეტიც და მარტო ერთ ვიდეოზე არა, საკმარისი, სხვა ვიდეოებზეც მჭირდება ბევრი ლაიქი. რა მომივიდა, რატო გავდიდდი? იმენა ეგრევე შემოვედი თამაში და ეგრევე გავდიდდი. თან გავდიდდი, თან გავსწრაფდი. აჰა, ახლა კი დავპატარავდი, მაგრამ სწრაფი ვარ მაინც. ვერ გავიგე მე ესეთი რაღაც არასდროს არ მემართებოდა და ეხლა რატო დამემართა? აჰა, ეგრე. აჰა, ეხლა კი ნელი ვარ, აღარ ვარ სწრაფი. ფული ეხლა რატო მაკლდება? ეხლა როგორ გადავაყენო იუნიტები თუ მაკლდება ფული? აჰა, ეხლა ისო მემატება. მაგრამ ცუდი იყო რომ მაკლდებოდა რა, განც მე ეხლა მეორე Frozen Speakerman-ი უნდა დამეყენა და ეხლა იმის გამო რომ მაკლდებოდა მომიწევს ახლა ბევრი ველოდო. შეიძლება საერთოდ ახლა მაგის გამო გაიქცნენ ტოილეტები. მიდია ეგრე. აჰა, ახლა ისევ გავსწრაფდი. მეგობრებო და თუ ვინმე მიცით მე რატო გავსწრაფდი და რატო გავდიდდი, წეხან კომენტარებში დამიწერეთ, გთხოვთ რომ გავიგო რატო გავდიდდი. მე ახლა პირველად მომივიდა ეგეთი რაღაც. ვაყენებთ შემდეგ. და საერთოდ ეს პირველი Frozen Speakerman-ი უნდა გავაძლიეროთ, რომ უფრო ადვილი იყოს. ესაც წავიდა ის. აქ რომ ეყენა Frozen Speakerman-ი, სად წავიდა. მაგრამ პრობლემა არა, აგერ კიდევ ერთი დავაყენე. ეხლა მოდით 800 ფული შევაგროვოთ, რომ გავაძლიეროთ ეს Frozen Speakerman-ი ერთზე ხა მაინც რომ უფრო ადვილი იყოს, რა, განც ეგერ გარბიან ტოილეტები.
ღმერთი წამით შეგვიგროვდეს კიდევ ფული. ჯერ მოდით კიდევ ერთი დავაყენოთ აქ და ეხლა ერთი გავაძლიეროთ. აი ეს რა კატანაა. ეხლა გამიჩნდა. ჯობია ეხლა სხვა იუნიტიც დავაყენოთ, რომ უფრო ადვილი იყოს, ეს მაგალითად. არავე, არ მჭირდება კატანა, ეს რა ქვია, მაგას ტიტანში ვერ გურთ ტივიმენი რომ დააყენოს კედელი და რომ უფრო ადვილი იყოს. აჰა, მიდით, აბა, მიდით, როგორ გაიქცევით რა საინტერე. ბიჭო, არა, ეს კი არა, აჰა. ეგრე. მოდით აი აქ დავაყენოთ კიდე აი ეს ტივიმენი კიდე რომ ვერ გაგვექცნენ ძალიან ადვილად ეს ტოილეტები. ახლა უფრო ადვილი იქნება მგონი რა განსაკუთრებით კედელი დააყენა ამ ტივიმენმა. ახლა ესენი წავშალოთ, მოდით აღარ გვჭირდებიან. ხომ დავაყენეთ ეგერ უკვე აქ. და აი კიდევ ერთი. ეს 4 იგივე ვიღაცებს ვაყენებთ. ეხლა კი ეს კლოკმენი დავაყენოთ რომ დროშიანელოს ხანდახან და რომ ვერ გაგვექცნენ ტოილეტები საერთოდ ეს კლოკმენი უბრალოდ არ ანელებს დროს საერთოდ როცა ანელებს დროს კლავს ტოილეტებს კიდევ მაგრამ თუ ექნება რომელიღაცა ტოილეტს ბევრი სიცოცხლე მაშინ ვერ მოკლავს. ანჯერ მეორე არ დავაყენე. ბიჭო დააყენდი რატო არ დგები? აჰა ეგა. ჯერ მოდით ჩვეულებრივად დავაყენოთ ისე ეს იუნიტები და მერე გავაძლიეროთ. ეხლა 4 აი კიდევ 2 ეს კლოკმენი დავაყენოთ და მერე აი ეს 2 დიდი საერთოდ ეს ტიტანმენია ძალიან მაგარი სახელი აქვს ტიტანმენი. ისევ გავდიდი. და ადგილას დავაყენე კლოკმენი მაგის გამო. და კიდევ ერთი. всё დავაყენეთ. ეხლა კი მოდი და ეს დავაყენოთ. დაველოდოთ ოღონდ აი 4000 ფული სჭირდება. აი აქ დავაყენოთ. ეს და ეს ამის გვერდით დავაყენოთ. ბიჭო ისევ დიდი გავხდი საერთოდ აი ამ დემონზე უფრო დიდი ვარ. ეს ეხლა კი გაცლიერება დავიწყოთ. მოდით კლოკმენი აი აქ დავაყენოთ კიდევ ერთი. რატო დავპატარავდი ახლა უფრო ადვილი იქნება. რატო არ დგება? გასაგებია მარტო 15 იუნიტი შემიძლია დავაყენო, მაგრამ ჯერ 12 მიყენია. ეხლა გამოვიდა. და ერთი Frozen Speakermeni წაიშალა. მოდით ჯერ კლოკმენების გაცლიერება დავიწყოთ, რომ როცა შეანელებს დროს უფრო ადვილად მოკლას რომელიღაცა ტოილეტები. ეს ყველაზე პირველი ჯერ. ეგრევე გამოდის ფულები, ეგრევე გვიგროვდება. გონი საერთოდ ყველა იუნიტების გაცლიერებას ვერ მოვასწრებთ მაქსზე, რადგან ეგერ უკვე 25 ტაუერზე ვართ ეგრევე. ეს ტოილეტისაც წავიდა. ყველაფერი კარგად მიდის. არა ბიჭო, ეს კი არა კლოკმენი მინდა გავაძლიერო. დაველოდოთ ახლა.
აჰა, ბოლო გაცლიერება გადარჩა ამას. მობიჭო, ისე გავსწრაფდი. მოკლედ მეგობრებო, ხომ გაიგეთ დამიწერეთ კომენტარში, რომ რატო გავსწრაფდი და რატო გავდით, მაინტერესებს მე. მაგრამ ისე სწრაფი რო ხდები, უფრო მომწონს და როცა ვდიდები, არა, ეგრე უფრო ძნელია მე იუნიტების დაყენება. ოპა, აჰა, პარაზიტ ტოილეტი. აჰა, მე ამ ტოილეტებს კი შევებრძოლები. აი. აჰა. ეს აი, ბიჭო ის აჰა. ბიჭო რატო არ ძლიერდება? აუ, ინტერნეტი მიჭირავს, ოღონდ არ გამომაგდოს თამაში. აჰა, გძლიერდა? კი, გძლიერდა. ეხლა მოდით საერთოდ ეს ტიტან-მენი გავაძლიეროთ, ვნახოთ როგორი იქნება მე მაქსზე. არასდროს არ გამეძლიერებია და არ ვიცი როგორი იქნება მაქსზე, რო იქნება. აჰა, ესე. პოსტ ტოილეტი მოდის. მოიცა ეს ბოლოა? გონი ბოლო არის ეს პოსტ ტოილეტი, რა განსაკუთრებით ავტოსკიპზე მაქვს ჩართული და შემდეგ ტაუერზე აღარ გადადის. პოსტ ტოილეტი მოკვდა და მგონი ეს უკვე ბოლო ტაუერია. და ვერ გავიგე არც easy არ ეწერა, არც medium-ი, არც hard-ი და არც nightmare-ი და. მგონი всё. მოვიგეთ. ისე ახლა რა თქმა უნდა medium-ი კი ადვილი არის ძალიან, მაგრამ არა უშავს, რაც მთავარია მაინც გავიარეთ მარტოებმა. მით უმეტეს ავტოსკიპზე. და ისე მე მეგონა რომ 50 ტაუერამდე იყო. და მაშინ წესით easy, medium-ი, hard-ი და nightmare-ი უნდა ყოფილიყო. კაი, ნუ რაც მთავარია, რა თქმა უნდა, გავიარეთ მთლიანი ტაუერი და შემდეგ ვიდეოში ჩვენ გავივლით ამ ტაუერს. ეს უკვე არის 60 ტაუერამდეა და ხო, მე როგორც ვთქვი, ხო, შემდეგ ვიდეოში მოკლედ ამ ტაუერს გავივლით, მაგრამ მგონი ამ ტაუერში როცა შევალთ, ჯობია არ ჩავხტოთ ავტოსკიპი, რადგან ეს უფრო ძნელია ძალიან. კარგით მეგობრებო, მე ახლა თქვენ დაგემშვიდობებით, მგონი თქვენ ძალიან მოგეწონათ ეს ვიდეო, როგორ გავიარეთ მარტოებმა მთლიანი ტაუერი ავტოსკიპით, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა medium-ზე იყო ჩართული თუ 30 ტაუერამდე იყო და ახლა ეგრე ძალიან ადვილი არის, მაგრამ მაინც მაგარი იყო ხო რომ მარტოებმა გავიარეთ. და მე როგორც ყოველთვის გამიკვირდა რომ მაშინ რატო არ ეწერა easy, medium-ი, hard-ი და nightmare-ი და ხო როგორც გპირდებით შემდეგ ვიდეოში იმაში შევალთ 60 ტაუერამდე რო არის და მაგას თუ გავილით მარტოები ეგ უკვე მით უმეტეს იქნება ძალიან მაგარი და ხო მოკლედ ამ ვიდეოში სულ ამ ვიდეოში
ჩვენ ამითი დავამთავრებთ უკვე ამ ვიდეოს და მოკლედ ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე